ბუნებრივი ნაძვის ხეები თბილისის ყველა სავაჭრო ცენტრსა და დიდ სუპერმარკეტში გაიყიდება რეალიზაციას კომპანია Paytrisi უზრუნველყოფს. დანიურმა ფირმამ ქართული სოჭის თესლები ამბროლაურის რაიონიდან ჩამოიდანა და ქოთნებში გაახარა. ნაძვების ფასი 130-დან 150 ლარამდე იმეყარებს. ნაძვის ხეების უკანონოდ ჭრის გასაკონტროლებლად გარემოს დაცვის სამინისტროში სპეციალური კომისია შექმნეს, რომელიც ბრაკონიერობის ფაქტებს გამოაშკარავებს. ვინც კანონს დაარღვევს, ხაჭიზის უწყება მას 400-დან 500 ლარამდე ჯარიმას დააკისრებს. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ წინა საახალწლო დღეებში ნუ ჩაიგდეთ უხერხემლო მდგომარეობაში თავს და ასე ვთქვათ, ცუდ ვითარებაში ნუ შეხვდება გარემოს დაცვის ინსპექციას. ჩვენ ასევე იმის ნიშნად, რომ ეს ტრადიცია იყოს ფართოდ, ასე ვთქვათ, დამკვიდრებული ჩვენს ქვეყანაში, თითო ნაძვს, ცოცხალ ნაძვს, რომელიც ძალიან ბევრი წლების განმავლობაში იქნება ცოცხალი, კომპანიის წარმომადგენელთა შეთანხმებით ყველა სამინისტროს გაუგზავნით. ჩვენ გვინდა რომ ეს სახელმწიფო უწყებებიდან დაიწყოს ამის მაგალითის მიცემა. ეს ხეები არის წარმოებული გაზრდილი ქართული თესლისაგან, დანიაში გამოყვანილია სპეციალურ ქოთნებში, რის გამოც შესაძლებელი არის ამ ცოცხალი ნაძვის ხის შეტანა სახლში, მოხმარება, შემდეგ გამოტანა და გადარგვა ეზოში ან თუნდაც ველურ ბუნებაში.